ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს უკავშირდებოდა ჩოხატაურში მოზარდ მაყურებელთა თეატრის გასტროლიც. დასმა სპექტაკლი კუკარაჩა წარმოადგინა. საქართველოს პუბლიცისტი არტისტის აბედიკ ბაბაიანის პალევის თეატრის ახალი ტრაგედიის ოტელოს თანამედროვე ბალი. სპექტაკლი, რომლის რეჟისორი ოთარ ბაღათურია, საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. წარმოდგენა 10 მცნებით გაიხსნა, რამაც სპექტაკლის შემდგომი განვითარება ქრისტიანული მორალისა და მიდგომების გასცენიურებით განსაზღვრა. ზნეობრივი გმირი კუკარაჩა და მისი გარემომცველი სამყარო. სპექტაკლის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს გახდათ. რეჟისორმა განსაკუთრებული აქცენტი ასევე 40-იანი წლების თბილისზე გააკეთა და ცოცხლად გამოძერწილი ქალაქელი პერსონაჟები გვიჩვენა. მოგვიწევდა გული აქეთ, იმიტომ რომ ნოდარ დუმბაძის სამშობლოა, ნოდარ დუმბაძეს სახელი ქვია ჩვენ თეატრს და კუკარაჩა სწორედ ნოდარ დუმბაძის არაჩვეულებრივი ნაწარმოებია. მე დამაკისრეს მისი აღდგენა, იმიტომ რომ მე ამ სპექტაკლში ვთამაშობდი კიდეც. საქართველოს კუთხეებში უკვე ძალიან მონატრებულია ხალხი გასტროლს და განსაკუთრებით ქართულ პიესებს და მით უმეტეს ბატონი ნოდარ დუმბაძის აი ესეთ ცნობილ ნაწარმოებს სცენაზე. ჩვენც უფრო მეტი გვაქვს ფორიაქი, ღელვა, პასუხისმგებლობა და დიდი სიყვარულით და სიხარულით ვართ ჩამოსულები. თამაშობთ ძალიან პასუხისმგებლოა, რა თქმა უნდა, თავისთავად. ყველგან თამაშობთ და მით უმეტეს ახლა აქ დღევანდელ დღესთან. ამით ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილი დღე დასრულდა. 14 ივლისი ჩოხატაურისთვის მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა.